დილა მშვიდობის მეუღლე აეროპორტში ვარ, მივდივარ ისრაელში და გადავწყვიტე ეს მოგზაურობა გაატაროთ ჩემთან ერთად. ვფიქრობ, საინტერესო მოგზაურობა იქნება, მაქვს კონცერტი, ჩემთან ერთად იქნებიან ჩემი კოლეგები, მოგეთ ყველაფერს გაგიზიარებთ, ასე რომ ვიყავით ჩემთან ერთად ეს 3 დღე. გავიარე საზღვარი და ეხლა უნდა ვისაუზმო აქ არის ძალიან კარგი კეტო საუზმე, რომელიც ამოჩემებული მაქვს ბოლო პერიოდში და ყოველი ფრენის წინ აუცილებლად უნდა მივირთვა ეს კეტო სენდვიჩია თუ რა არის, არ ვიცი, გაჩვენებთ. აი ესეთი კეტო ბურგერია, გემრიელესია ხალხნა. ხო არ იცით რეცეპტი? ჩამოვედით, გამოვიარეთ საზღვარი და სულტან სამწუთში და ვინ არის ჩემთან ერთად? გიორგი. აუ, ისეთი მაგარი ხალხი იქნება, ისეთი მაგარი ხალხი, რა თქმა უნდა, სალომე, ბექა, გიორგი გამოვარჩიე, იმიტომ რომ ვიფიქრე, რომ ვიმღერებთ მეთქი და ამიტომ მიდოდა ეს. რა თქმა უნდა. ეს არის მიშელი, კაკულის შვილი. კაკულის ხსოვნის საღამოზე ჩამოვედით და მე და მიშელი ვიმღერებთ დუეტს. ორ დუეტს, ხო? რა თქმა უნდა, აუცილებლად კი იმედი მოეწონებოდა. კი, სიმღერები ძალიან უყვართ ხალხს და ჩვენგან პირველად მოისმენთ. ხო, რომელზეა კონცერტი? 9-ზე. 9 საათზე. ნუ მანამდე ჩვენთან ერთად იქნება ჩემი გამომწერები და ნახავთ რეებს გავაკეთებთ. ესე იგი, თუ რამე წითელი იყო, ყველაფერი დამიკრეს თბილისში ზედანეთ, რა ხდება? ჩემ ჩემოდანში ხომ არ იცით ვინმე? ჩვენი ჩანთებით ესებული არ დაგა. ხო, აბა, არა, თქვენს სანამ წავალ ტრადიცია გვაქვს, აქ უნდა დავლიოთ ყავა, აუცილებლად გზად წავიღოთ. ყოველთვის იგი აქ. გზაში ვართ, მალე ვიქნებით სასტუმროში და მერე მივდივართ სახლში მიშელთან. 8 მარტს ბათუმში ვიქნები, რესტორან ოვალში ჩავატარებ საღამოს, ასე რომ ყველას გელოდებით დიდი სიყვარულით.